მე ვარ ზაურ ჯვარიძე, ამ სოფელის მკვიდრი. დაბადებული ვარ 1947 წელში, 7 აპრილს. 45 წელი ვიმუშავე მეტყევით. 43-45 წელი. გავედი პენსიაში და ვცხოვრობ ისევ ჭობარეთში. საქონელსული დილით ავდგები ადრიან 6 საათზე უკვე ფეხზე ვარ. დავიწყებ იქიდან შევალ ბოსერში 20 სულამდე საქონელი მეტი. და მე მთელი დღე ბოსერში ვარ, მე გამოვდივარ, მე პურშამ, მე რა ვიცი, მე თუ გავდივარ ბიჟაზე ბიჭებთან ზოგჯერ ვერ გავდივარ, რავი შორია უკვე. სოფლის შემოსავალი არის ძირითადად მესაქონლეობა. მესაქონლეობა, საქონლის ერბოყველი, თვითონ საქონელი ხორცად გაყიდვა. მემინდვრეობა ძალიან შრომატევადი საქმეა. მემინდვრეობაც არის, მაგრამ სარწყავი არ არის და ურწყავობის გამო ისეთი მოსავალი ვერ მოყვავს, რომ რაღაც ისე დიდი სარგებელი ვნახოთ. ისე საკმარისი მაინც მოდის ჭობარეთში, გვალვაშიც და წვიმაშიც, ავდარშიც. მაინც არ ფუჭდება სუმთლად ისე რომ მოისპოს ეგეთ რამე არ არის აქა. ნაკლები მეტი, ნაკლები მოდის ეგრე. გაღმა მხარეს ადრე შემოდის გაზაფხული, ადრე ითესება, მოსავალიც ადრე მოდის და ეს ძალიან მაგრად უწყობდა ხელს სიმშილობის დროს, იმ დროს, როცა არ იყო საკვები, ადრე უსწრებდა ხორბალი და მერე შემოდის ამ გამოღმა მინდვრებში. რა ვიცი, გაჭირვებაში და უბედურებაშია ნაცხოვრები. სარწმუნოების შეცვლას ხოვდნენ მთელი 2-3 საუკუნე თურქეთის ხელში იყო. კირი უზიდიათ აქედან, ჭობარეთთან კირი უზიდიათ ახალციხეში ზურგით, რომ ბეგარასავით იყო, რომ ოღონდ არ შეეცვალათ სარწმუნოება. ჯვარიძეები ძველიდან გადმოსულან. სხვა გვარები არიან კიდე, ისინი ზოგი ხევოთიდან არის მოსული, ზოგი ანდრეაწმინდიდან არის, ზოგი აწყვიტიდან არის მოსული. და ასე შეგროვილა ის სოფელი. ძირითადად ოდები იყო, ერთ-ორი მეცხლის ბუდიშებურია და დანარჩენი ყოჩბაშური ოდები, ეს ვერძის თავისებური ოდები. ზაფხულში გრილი იყო და ზამთარში თბილი. ერთი და ერთი რომ მოწყვიტეს მესხეთი, სამცხე ჯავახეთი რომ მოწყვიტეს დედა სამშობლოს, თითქმის უპატრონო დარჩა. პატრონი აღარ ყავდა მესხეთს. განუკითხაობა იყო და ვისაც უნდა და როცა უნდა და მაშინ შემოესეოდნენ. ძირითადად სარწმუნოების შეცვლას უნდა და სარწმუნება შეეცვალათ მესხებს. ბევრი გაამუსულმანეს, გაასახლებულები როა იქიდან ბევრი აქ ადგილობრივი მოსახლეობა. ბევრი არ გამუსულმანდა, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჯდათ. ტირს აზიდინებდნენ ზურგით ახალციხეში, რომ გადაეხადა ბეგარად. ჩაგრავდნენ ძალიან. არავინ პატრონი არ ყავდა. ხალხს გარეთ არ გადიოდა ქალი. ვერ გაუშვებდნენ მინდორში. თითქმის ლამის დაცვით უნდა ყოფილიყო, რომ მინდორში გასულიყვნენ სამუშაოდ. 3 ოდა აქვს, 4 ოდა გაკეთებული ჩვენებს, პირადად ჩვენებსა, რომ წამოიძებოდა ძმა თორა იმისთვისაც ცალკე აკეთებდნენ და მასალა 20-დანაც უზიდიათ, წინუიდან, რა ქვია, ტატანისიდანაც უზიდიათ მასალა, ხარით, ურმით. ძალიან დიდი ჯაფა უხდებოდათ, რომ როგორმე გაეტანა ცხოვრება, გადარჩენილიყვნენ. ჩემი სურვილი არის შერიგება. ერთმანეთი ეს ყველა ერთია, ჩვენი, ისიც და მეორე მხარეს, ერთი და მეორე მხარეს ქართველია, ჩვენია, ჩვენი შვილები არიან, უნდა შერიგდნენ. აი შერიგება, მარტო სხვა არაფერი არ შერიგება. და არ ვიცი, ეს ჩემი, რა ვიცი, რამდენად შერიგების მეტი არაფერი არ უშველეს. და შერიგებას მოყვება გამთლიანებაც, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც. აი ყველა პატივის უფრო დიდი სახელმწიფოები, ის სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ შეიძლება დღეს ისე გვიყურებენ, აი ცოტა პატივით ჩემით მოგვიყურებიან, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. მთელი ერი, ბერი,
სხვანაირად არაფერი არ გამოვა.